ADHD ტერმინი, რომელიც რაღაცნაირად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩვენს ყოფაში. ბევრს აქვს ინფორმაცია, რას ნიშნავს ADHD, მაგრამ ძალიან ბევრსაც არ აქვს, ან გაცნობიერებული არ აქვს, როგორ უნდა ებრძოლოს იმ პრობლემებს, რომელსაც ყოველდღიურად აწყდება ADHD ადამიანი. იმიტომ რომ ADHD არის ცალსახად დიაგნოზი, განვუმარტოთ ჩვენს მაყურებელს, რას ნიშნავს ტერმინიდან მოყოლებული დიაგნოზამდე და ბრძოლის მეთოდებამდე დასრულებული, თუმცა სანამ კონკრეტული შეკითხვით გადმოვალ და დაიწყებ შენ საუბარს, მე მინდა მაყურებელს გავაცნო თუ სად მოხვდნეთ. ჩვენ ვართ არტარია Education-ის არტარია საგანმანათლებლო პლატფორმის სივრცეში და ვიფიქრეთ, რომ პირველი იქნებოდა კარგი სწორედ გვესაუბრა ADHD-სთან დაკავშირებით. თამარა არის ამ შემთხვევაში ჩემი თანაწამყვანიც და სტუმარიც და მოკლედ თამარასთან ერთად გამოვყავით ეს თემა იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია გცოდნოდათ თქვენ ამ დიაგნოზთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა ისმევა ამასთან მიმართებაში. ხო? რა არის ADHD კონკრეტულად? ანუ არის ყურადღების დეფიციტი, არის ჰიპერაქტიულობის სინდრომი თუ ნევროლოგიური დაავადება? სოფო. საქმე ის არის, რომ ეს მხოლოდ ჩვენი გაჭირვება არ არის, რომ ADHD-ში ვერ ვერკვევით, იმიტომ რომ თავისთავად სათაური არის ძალიან დამაბნეველი და თუ ADHD დღეს რა არის, ეს ფაქტიურად ბოლო რამდენიმე წელში უკეთესად გამოიკვეთა. მანამდე ეს ეგონათ ყურადღების დეფიციტი მართლა, ჰიპერაქტივობა, რომელიც ხშირად ბიჭუნებში აღინიშნებოდა ხოლმე ადრეულ ასაკში. ძალიან რთულად განიხილავდნენ ამას როგორც ქალის დიაგნოზს, ანუ ქალების უმეტესობა და გოგონების უმეტესობა საერთოდ არ იყო დიაგნოსტირებული და ეგონათ ნევროლოგიურად, რომ ეს იყო აშლილობა, რომელიც ადამიანის შუბლის წილიდან მოდის. ანუ ადამიანის შუბლის წილი, პრეფრონტალური კორტექსი არის პასუხისმგებელი, ფაქტობრივად ადამიანის დირექტორია. აი როგორც დავუშვათ, შენს ორგანიზაციას ყავდეს მეთაური დირექტორი, აი ესე არის ჩვენი შუბლის წილი, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით თუ რამე საკითხს მიუდგები, გადაწყვეტილებებს თუ კი მიიღებ, შენს სურვილებს, რომელიც შეიძლება შენდამი სასიკეთოდ არ დამთავრდეს მათი განხორციელება, აი ამის დაბლოკვას როდის მოახერხებ, ეთიკური მსჯელობები, ეთიკური ქცევა, ყველაფერი ამასთან არის დაკავშირებული. ამიტომ შესაბამისად, როდესაც მათ ეგონათ, რომ მხოლოდ ამ წილზე იყო ლაპარაკი და ამ წილში მიმდინარე დარღვევებზე და ამას MRI-ც ადასტურებდა, რომ ამ წილში იყო დარღვევები, ADHD ადამიანების MRI შედარებული ნეიროტიპიურების, ანუ არა ADHD-ის მქონეთა განსხვავდებოდა მკვეთრად ერთმანეთისგან. მაგრამ საქმე რა არის, იცი, მხოლოდ ამ წილით და ამ წილში მიმდინარე განსხვავებულობებით იმ ბევრი სიმპტომის ახსნა, რომელიც ADHD ადამიანს გააჩნდა, არ შეეძლოთ. იმიტომ რომ შეიძლება კარგად ახსნა შუბლის წილის პრობლემებით ის, რომ ადამიანი იმპულსურია და ვერ აკავებს თავის სურვილს, მეტყველების სურვილს, ქცევას. ხანდახან ძალიან შორს მიდის, იქნება ურთიერთობასა თუ ქცევაში და რაღაცას წამოისვრის, რაღაცას გააკეთებს, მერე ძალიან ნანობს. ანუ ფაქტიურად არ ყავს ბლოკერი, არ ყავს დირექტორი, რომელიც გაუკონტროლებს თავის ქცევას. ამის ახსნა შესაძლებელია, მაგრამ სამაგიეროდ პასუხს დიდად ვერ სცემს იმ კითხვას, რატომ არის, რომ ხანდახან რაღაცა ეს კასკადივით მოგაწყდება ზღვა ემოცია, აბსოლუტურად ნეიტრალურ, ან ძალიან პატარა იმპულსის მქონე სიტუაციებში და აი როგორც ცუნამიმ დაგარტყას, ესე დაგარტყავს და ვეღარ სწორდები ზურგში საათობის ხანახა კვირაობის განმავლობაში. ეს ADHD-ისთვის დამახასიათებელია ემოციური დისრეგულაცია, კენეს ზოგადსახელად, მაგრამ განსაკუთრებული სენსიტივობაა რაღაცა ტიპის მოვლენებისადმი. შეიძლება ძალიან ესეთი პატარა დაძაბულობის მქონე მოვლენებისადმი. აი ამას ვერაფრით ვერ ხსნიდნენ. ვერაფრით ვერ ხსნიდნენ კიდე ძალიან ბევრ სიმპტომს, რომელზეც ჩვენ ნელ-ნელა ვისაუბრებთ. 2024 წელს მე ვთვლი, რომ ამ დიაგნოზსაც ეშველა და იმ ადამიანებს, რომელიც ამ დიაგნოზიდან გამომდინარე ეკონტაქტებიან ადამიანებს, ხო? ანუ შეიძლება იყოს ფსიქოთერაპევტი, შეიძლება იყოს ADHD კოუჩი, ნევროლოგი, ფსიქიატრი. რატომ ეშველათ? იმიტომ რომ 2024 წელს მუნი არის ესეთი ნეიროფსიქიატრი და მისმა კოლეგებმა გააკეთეს ძალიან კარგი კვლევა, რომელიც იყო MRI-ზე დაფუძნებული კვლევა და მათ აღმოაჩინეს, რომ ADHD არ არის მხოლოდ შუბლის წილის დარღვევა, არამედ ეს არის ტვინის დაქსელვის პრობლემა. ანუ თავის ტვინის ძალიან ბევრ ცენტრში აქტივობა
არის სრულიად განსხვავებული იმ აქტივობისგან, ADHD ადამიანში იმ აქტივობისგან, რომელსაც ნეიროტიპიურებში ფიქსირდება. და თავისთავად შეიძლება რომელიმე წილში ეს არ იყოს განსაკუთრებით განსხვავებული. მცირე განსხვავება შეიძლება რომ დაფიქსირდეს, მაგრამ იმდენად ყოვლისმომცველია ADHD ადამიანის ტვინში და იმდენად ბევრი ნაწილია და იმდენად ბევრი ფუნქცია ამას აყოლილი, როცა კუმულაციურად ერთად დებ, გამოდის ისე, რომ შენი ტვინი უბრალოდ სხვანაირად მუშაობს. განსხვავებულად არაერთ რომელიმე ასპექტში, არამედ ზოგადად განსხვავებულად სხვა შორის მე მუშაობს. მაქვს შენი ლექციები არაერთი ლექცია მოსმენელი ამ თემასთან დაკავშირებით და ძალიან კარგად ხსნი მაგალითი მოგყავს ხოლმე ნატურასთან დაკავშირებით, რომელიც ოთახში არის, ხო? მინდა რომ ეს მაგალითი მოუყვანო ჩვენს მაყურებელსაც, იმიტომ რომ ძალიან გამოკვეთილად დაინახავენ იმ სურათს, რა ემართება ადამიანს, როდესაც ტვინი არის დაქსელილი, ხო? სწორედ ვამბობ ეხლა ამ შემთხვევაში ტვინის დაქსელვა, ხო? კი ბატონო. მოვიყვანოთ მოდი ეს მაგალითი და თან გავაგრძელოთ საუბარი, კიდევ უფრო დეტალებში შევიდეთ და სიღრმეებში. შვენია ძალიან მაგარი რომ გაგახსენა, იმიტომ მე თვითონ ეს ანალოგია აღარ მახსოვდა. ნახე როგორ რაღაც არის. შეიძლება წარმოიდგინო, რომ დავუშვათ ADHD ადამიანებში ქცევის ან აზროვნების პრობლემა, ანუ მათი დარღვევა ფაქტიურად შეიძლება შეადარო ნატურას, რომელიც სიმციმებს და შეიძლება ჩაქრე, შეიძლება აინთოს და ასე, მაგრამ ძალიან მარტივი შედარებაა. იმიტომ რომ ამით ვერ დაფარავ შენ იმ თავის ტვინის თავისებურებებს, რომელიც ADHD ადამიანებს გააჩნიათ. მოდი სხვა ანალოგია ავიღოთ მაშინ. წარმოიდგინე ქალაქი, სოფო, ან უბანი, სადაც დილით გახვედი და რაღაცა მცირე დარღვევებს აფიქსირებ. მაგალითად, რატომღაც შუქნიშანი არეულად მუშაობს. ანუ წითელი უფრო დიდხანს არის, მწვანე ძალიან ცოტა, ამ პირიქით. ანუ პროგნოზირება არ შეიძლება. მე რაღაცა ხიდს მივახლოვდი და ამ ხიდზე მანქანები ფაქტიურად გაჩერებულები არიან, რატო ღმერთმა იცის. ერთ ქუჩაზე ძალიან ბევრი მანქანა მოძრაობს, მეორე და მესამე ქუჩა სრულიად ცარიელია. და ზოგადად ხვდები რომ რაღაც პატარ-პატარა უხერხულობებს ხვდები, როდესაც ასე ვთქვათ, სადღაც 100 მეტრს გაივლი. არა, ეს უხერხულობები იმხელა არ არის, რომ შეგაძრწუნოს შენ. იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ნუ ხო რა უბედურებაა კაცო, რატო არეული ეს ჩემი ქალაქი, მაგრამ არ გაძრწუნებს, ნუ განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, ღირსშესანიშნავი არ არის ეს შენთვის. მაგრამ ზოგადად ფართოდ რო შეხედო, ასე ვთქვათ, ფართო სურათით, ხო? შეიძლება სადღაც ამან უბრალოდ ქალაქი გაჭედოს, ხო? აი რაღაცა დააყენოს, ან შექმნას ძალიან დიდი პრობლემა, რომელსაც დილით გასეირნებული სოფო ვერაფრით ესე მცირე-მცირე აქა-იქ ვერ აფიქსირებდა, რომ ეს დიდი პრობლემი შემქმნელიყო. აი ესეთია დაახლოებით ADHD ადამიანის თავის გლობალურად ტვინი. ადამიანზე რომ გადავიტანოთ ეს ყველაფერი, შეიძლება სადღაც გაჭედო არა. რეალურად ანუ ის პრობლემა რომელსაც ვერ ვლახავთ ჩვენ ყოველდღიურად, ბუნებრივია რომ ეს სადღაც გროვდება და მე დიდ პრობლემას გვიქმნის, ხო? აი ეს მაგალითია ზუსტად ეხლა შენ რაც მოიყვანე. კი ბატონო, ეს არის, იმიტომ რომ ნახე, შენ როდესაც brain connectivity ქვია, ანუ სხვადასხვა ცენტრების ერთმანეთთან კავშირი, როდესაც ამ ცენტრებში მიმდინარე მცირე ცვლილებები, რომელიც სასალკე არაფერს ანუ განსაკუთრებულს არ ცვლის. ერთად როდესაც ამას დადებ, უკვე იღებ განსხვავებულ ტვინს. ანუ ერთად ეს ყველაფერი პრობლემას ქმნის. თუმცა ცალკე შეიძლება გამოგჩეს და ყურადღების მიღმა გაიაროს. ნუ ხო რა მოხდა მერე რა, შეიძლება რაღაცა პროცესი წამიდან ამ ნახევარი ჩამორჩება იმას, რომელიც ნეიროტიპიურებში, ანუ დიდი არაფერი არ არის. მაგრამ თუ კი შენ ამას დავუშვათ ემოციების დისრეგულაციას დაუკავშირებ, რომ დავუშვათ ამიგდალაში, ანუ ნუშისებრ წილში რო ხდება პატარა ცვლილება, მერე ფრონტალურ წილში მცირე ცვლილება, კიდე დავუშვათ ამ ურთიერთკავშირში რაღაცა გართულება და საბოლოო ჯამში იღებ იმას, რომ განსხვავებული რეალობაა. შენც არის განსხვავებული და არის დიდი პრობლემა უკვე. ანუ მცირე პატარა დარღვევების შედეგად მიღებული დიდი პრობლემა, ეს იქნება მე მგონი კარგი განსაზღვრება იმისი, თუ ბოლო დროს 2024 წლიდან როგორ დაიწყო მსოფლიო მეცნიერებამ, განსაკუთრებით ADHD-ის მიმართებაში სხვადასხვა მეცნიერებამ ამ აშლილობის განხილვა. იცი, მინდა ჩაგეკითხო, შენ თქვი რომ ძირითადად ამას აღიქვამდნენ როგორც მამაკაცებში დაუშვათ დიაგნოზს და ნაკლებად უსვამდნენ ქალებს, ხო, გოგოებზე და ბიჭებზე ქონდა უბრალოდ საუბარი და 2024 წლიდან სავარაუდოდ ეს სტატისტიკა შეიცვლებოდა ყველა ვარიანტში და ეხლა როგორ არის? ანუ ქალებშიც გვხვდება, მამაკაცებშიც გვხვდება, ზრდასრულებში გვხვდება თუ არა, თუ უფრო ხშირად ბავშვებში გვხვდება? შვენიერი კითხვები, ნახე. აა 2024 წლამდე, ცოტა უფრო ადრე, 15 წლით ადრე დაიწყეს ნელ-ნელა გოგონებში და ქალებში ამ დიაგნოზის დასმა.
რატომ იყო ესეთი რთული ამ დიაგნოზის დასმა? იმიტომ რომ ADHD-ს ძირითადად ჰიპერაქტიურობით აღიქვამდნენ. ანუ ეს ბიჭუნა, რომელიც კლასში ვერ ჩერდებოდა და კედლებზე გადიოდა, რომელიც ვერ კონცენტრირებოდა დავალებაზე, რომელიც როეულში ჯღაბნინა ხატავდა იმის მაგირად რომ თემა დაეწერა, ეს უკვე იყო ძალიან შემაძრწუნებელი სკოლაში, შემაწუხებელი იყო. და აქედან გამომდინარე ხვდებოდა ხოლმე ეს ადამიანი დიაგნოსტიკაზე და ძალიან გათელეს ეს გზა. თუ ეძახდე რომ ის ცელქია. ისედაც ჩვენს რეალობაში ასეთ ბავშვებს უწოდებდით და დღემდე ალბათ უწოდებენ, რომ ბავშვი ძალიან ცელქია. ძირითადად კი. ბიჭებს ეხებოდათ ხოლმე როგორც წესი. კი, ღვთისპირიდან გადავარდნილებს ხო. ეძახდნენ ჩემ ბავშვობაში. არა, რატო იმ თავი არ დაგჭა სახლში? მაგალითად კი ბატონო. ავტორისას ხშირად ხმარობდნენ ასეთი ბავშვების მიმართ. კი ბატონო. ხო და ასეთ ბიჭებთან ანუ უფრო იმდენად აშკარა სიმპტომები ჰქონდათ და ანტისოციალური, რომ ამათ შემჩნევა ადვილი იყო. მაგრამ გოგო, რომელიც იჯდა კლასში, იყო უყურადღებო, თან ფანჯრიდან იყურებოდა, იმიტომ რომ თავის ზღაპრებში იყო გონებაში წასული და თავის რეალობას აგებდა. ეს შეუმჩნეველი იყო, იმიტომ რომ ჩუმად იჯდა და კლასში ძალიან კარგი იყო, როდესაც ეს გოგო ხოება არის თავდახმდა ბიჭსა და ჩუმად. გოგოს შორის? აი ბიჭი უფრო აქტიურია და გოგო უფრო ჩუმია? არის ეს განსხვავება? იცი რა არის? არა, ამ ბოლო დროს ესეთი განსხვავება უკვე აღარ ფიქსირდება ყოველთვის მეცნიერებაში, მე არ მინახავს, რომ ესეთი მახასიათებლები ბიჭი აქტიურია და გოგო გინდა თუ არა ჩუმია. ეს არის, ასე ვთქვათ, ადამიანის ფიზიოლოგიური მოცემულობა. სავარაუდოდ ეს არის აკულტურაცია, ანუ კულტურაში როგორ ვსდით და რას ვახალისებთ გოგოებში, რას ვახალისებთ ბიჭებში და რისთვის ვსჯით გოგონებს და რისთვის ვახალისებს ბიჭებს. არა, ფაქტი ის იყო, რომ ამ სიმპტომების განსხვავებულობის გამო გოგოებს ვერ ამჩნევდნენ. როგორც კი აღმოაჩინეს ის, რომ ასე ვთქვათ, ქალებსაც შეიძლება ქონდეთ ეს ADHD, ანუ ქალებთან აღმოჩნდა, რომ H-ი თვითონ, ანუ ჰიპერაქტივობა, შეიძლება ან ნაკლებად იყოს წარმოდგენილი. ამას გულისხმობდი ზუსტად. კი, ან ნაკლებად იყოს წარმოდგენილი, ან არ იყოს წარმოდგენილი ფიზიკური მოქმედების შრეზე, ანუ ქცევის შრეზე. წარმოდგენილი იყოს საზრომო შრეზე. ანუ მისი ტვინი შეიძლება ქალის ტვინი დაქროდეს ქარიშხალივით, აქეთ-იქით, ყველაფერს ეხებოდეს აბსოლუტურად, ანუ 10-20 ფიქრი ერთად მოსდიოდეს, თავში დალაგება უჭირდეს, თავის ზღაპრულ სამყაროში, ანუ daydreaming-ს, რასაც ეძახიან, იმაში იყოს გადავარდნილი და იყოს ვერ დაიძინოს ჰიპერაქტიული ტვინის გამო, აი როგორც გაგუგუნებული მეტალურგიული ქარხანა ისე მუშაობდეს მისი ტვინი. მაგრამ რადგან მის თავის ტვინში ხდებოდა ეს ყველაფერი, ან დღესაც ხდება, ამას ვერ ამჩნევენ, იმიტომ რომ ეს ქცევის დონეზე, შრეზე ძალიან, ასე ვთქვათ, არ არის გამოკვეთილი, ხო? ამიტომ ძალიან ხშირად, ასე ვთქვათ, ქალების დიაგნოზი ეხლა არის H-ის გარეშე, ანუ ჰიპერაქტივობის გარეშე. ვინც არ იცის, ის რომ ჰიპერაქტივობა შეიძლება შინაგანი იყოს და დაუშვათ ემოციური სააზროვნო და არ იყოს ქცევითი. მაგრამ ნელა წამოვიდა უკვე ეს ტენდენცია, რომ ეს იციან ყოველ შემთხვევაში დაალაგებულ ქვეყნებში, როგორც შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით და კანადაში, დაალაგებულს არაპოლიტიკურად ვიძახი, არამედ გამართული სამედიცინო სისტემით, მეტნაკლებად გამართული, ხო? სადაც ცოდნა არსებობს ამის შესახებ და ევროპის ინგლისურენოვან ქვეყნებში ძირითადად, იმიტომ რომ სხვები მეტად ჩამორჩებიან მაინც. აქ უკვე იციან როგორ დააფიქსირონ ეს. იციან პირველ რიგში საბავშვო ბაღის და სკოლის მასწავლებლებმა, იციან მშობლებმა, ძალიან ხშირად სოციალურმა მუშაკებმა და ზოგადად ადამიანებმა, რომელსაც ბავშვებთან შეხება ანუ აქვს. ადრეული გამოვლენა დიაგნოზის არის პრიორიტეტული ამ სახელმწიფოებისთვის, ისე როგორც აუტიზმთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადრეული გამოვლენა ამ სახელმწიფოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთ პატარა ჩანარს გავაკეთებ, თუ შეიძლება აქ სახელმწიფოს ბევრად უფრო ნაკლები ხარჯი აქვს კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, თუ ის ადრეულად დიაგნოზირებული იქნება, იმიტომ რომ მისი კურნალობა, მისი რაღაცნაირად თერაპია და ასე შემდეგ ბავშვობიდან მიმდინარეობს, რომ სრულფასოვანი ადამიანი შედგეს, ესე ვთქვათ, კონკრეტული ბავშვისგან, რომელსაც აქვს ესე თუ ის პრობლემა, ხო? იმიტომ რომ რაც უფრო იზრდება კონკრეტულად დაუშვათ ამ პრობლემებთან ერთად პიროვნება და რაც უფრო მძიმდება მისი დიაგნოზი, სახელმწიფოს ბევრად მეტი უჯდება ის კონკრეტული ადამიანი ამ შემთხვევაში. არ ვიცი, რამდენად სწორედ გამოვხატე, მაგრამ ეს მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკურ კონტექსტში, ასევე სახელმწიფოს ესე ვთქვათ, დამოკიდებულებაში ადამიანის მიმართ. ძალიან კარგია რომ ახსენე სოფო, იმიტომ რომ არ მინდა რომ რაღაცა სტიგმატიზაცია გამოვიწვიო ამ აშლილობის, მაგრამ
ითვლება შემდეგი იმ ქვეყნებში, სადაც ეს დათვალეს და იკვლიეს, რომ ციხე გადავსებულია იმ ადამიანებით, რომელსაც აქვს არანამკურნალები ADHD. ანუ ესენი არ არიან ადამიანები, რომელსაც როდესმე ვინმე მიაქცია ყურადღება ბავშვობაში ან ბავშვობის შემდგომ დაეხმარა და გარკვეული პირობების გამო, რა თქმა უნდა, სოციალური გარემო, რაღაც ხშირად სიღატაკე, სიღარიბე ერთვება, ეს ერთ-ერთი ის არის, რა ქვია, ფაქტორია, რომელიც ამაში მონაწილეობს, მაგრამ ძალიან ხშირად ადამიანი განსაკუთრებით იმპულსების კონტროლს როდესაც ვერ აკეთებს, ის ადამიანი, ასე ვთქვათ, კრიმინალურ ზღვარს გადადის ხოლმე. და ეს ხშირად მათი ბრალი არ არის, ანუ პასუხისგებლობას მათ არ ხსნი, რა თქმა უნდა, თავის ქცევაზე, მაგრამ დიაგნოზი, რომელიც დასმული არ იქნა თავის დროზე და რომელზეც არ იმუშავა არავინ, აი ესე შეიძლება გამოიყურებოდეს წლების შემდეგ. და ეს არის ძალიან მწარე რეალობა, ასე რომ კრიმინალის შემცირება, რომელ ქვეყანაშიც გადაწყვეტილია, მათ გადასარევად იციან, რომ ადრეული დიაგნოსტიკა ADHD-ის განსაკუთრებით, აუტიზმისაც არის ძალიან დიდი ხელშემწყობი ფაქტორი იმის, რომ ადამიანი დადგეს სწორ გზაზე. არა მხოლოდ ალბათ სრულფასოვანი ადამიანისთვის ხარისხიანი ცხოვრების, ესე ვთქვათ, უზრუნველყოფა რა, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ხარისხიან ცხოვრებაზეც, რომ კომფორტულად ვგრძნობდეთ ნებისმიერ დიაგნოზთან ერთად, კომფორტულად ვგრძნობდეთ ჩვენ თავს, ხო? და სწორედ ამიტომაც დავიწყეთ ზუსტად ამ პოდკასტში ამ თემებზე საუბარი, რომ ვუთხრათ ადამიანებს, რომ ეს არ არის განაჩენი. ამაზეც გვექნება საუბარი, ჩვენ შეგვიძლია ამ დიაგნოზებთან ერთად ვიცხოვროთ, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ მართვა. მაგრამ მოდი აი გადავიდეთ ზუსტად ამ თემაზე, რომ საკუთარ თავთან მიმართებაში რას ნიშნავს ეს აშლილობა? ცალსაღად ეს აშლილობა. ოღონდ მე მინდა რომ ეს ტერმინიც რაღაცნაირად გავმარტოთ, იმიტომ რომ შეიძლება ცოტა გაუგებარი იყოს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არასწორად ხმარობენ ხოლმე აშლილობას, ანუ რაღაცა შეურაცხმყოფელ ტერმინად გამოიყენებენ ხოლმე და რეალურად ესე არ არის ალბათ. არა, რეალურად გარკვეული ესე არ ტიპის არის. აშლილობები ალბათ ყველას გვაქვს ნებისმიერ ადამიანს. კი ბატონო, იცი როგორ არის ეს რა ხოტბის შესხმა, რომელიც ბევრი ადამიანი აკეთებს, რომ ADHD თუ გაქვს, ნუ აი რაღაცა განსაკუთრებული ხარ. ესეც არის. ADHD ადამიანებს განსაკუთრებული ნიჭები და ტალანტები აქვს და ჩვენ ამას მივადგებით და ამაზე ვისაუბრებთ. მაგრამ ADHD არის აშლილობა. და ხშირად ეს თუ არის მკვეთრი ფორმა და შენ იმ გარემოში გაიზარდეთ, სადაც ამისი გაგება არ შეუძლიათ მაგალითად სკოლაში არ არის ამის შესახებ ინფორმაცია, მშობლებმა არ იციან, ბავშვმა შეიძლება ძალიან მწარე ბავშვობა გამოიაროს ამის გამო, ასე რომ ამისთვის ხოტბის შესხმა და რაღაც აი გლორიფიკაცია ქვია, რომ რაღაცას აშიაყვანა, რომ რა მაგარია განსხვავებული ხარ, ხო? მე ამას არ ვებხრობი პირიქით, ეს არის აშლილობა, ამისი არ უნდა შეგვეშინდეს, იმიტომ რომ ჩვენ ამასთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, თუ კი ვარ დიაგნოსტირებული. ან უბრალოდ ეჭვი გვაქვს, რომ ჩვენ ADHD გაგვაჩნია, ჩვენ ამით გარდავიცვლებით სავარაუდოდ. იმიტომ რომ სადღაც 18 წლამდე, 18 წლის შემდეგ 50% ადამიანებისა, ვინც ბავშვობაში არის დიაგნოსტირებული, გადამოყვებად დაავადება. ასე წამოაცუნცულებენ ანუ ცხოვრების ბოლომდე ისინი ცხოვრობენ ამ დაავადებით, ამ დიაგნოზით. კი, იმიტომ რომ ეს არ რჩება, ეს კონტროლდება კარგად. მედიკამენტოზურად და ასე ვთქვათ, თვითმართვითაც და განათლებით, რაც თავარია ამ საკითხის შესახებ, ზრდაში უფრო მეტი რესურსი მოდის ადამიანთან, იმის გამო რომ ვითარდება თვითონ, იხვეწება, ტვინი იხვეწება, თვითონაც ნათლდება ამ საკითხის გარშემო და ნელ-ნელა სწავლობს ამით ცხოვრებას. მაგრამ ამ დიაგნოზს როგორც წესი ვერ ვაგდებთ ხოლმე. ყოველ შემთხვევაში სამეცნიერო კვლევები არ მინახავს, რომ ვიღაცას ამ დიაგნოზის გარეშე გაეგრძელებინოს ცხოვრება. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნუ სავარაუდოდ როგორც თქვი, უკვე 2024 წელს თუ გახდა საერთოდ ზოგადად ცნობილი, ხო, უფრო დეტალურად ესე ვთქვათ, შესწავლილი იქნა ეს დიაგნოზი, ჩვენს ბავშვობაში და ჩვენი დედების და მამების ბავშვობაში საერთოდ არ არსებობდა, ხო, ეს დიაგნოზი. ბუნებრივია და გენეტიკასთან გვაქვს თუ არა რაიმე კავშირი და ეს დიდობაში კი ბავშვობიდან გამოყოლილია, ესე ვთქვათ, მაგრამ აი რა იწვევს ამას? არის ეს გენეტიკური მაჩვენებელი დაუშვათ? არის რაღაცა კონკრეტულად ტრამვული შეიძლება თუ არა რომ იყოს ეს ყველაფერი. შეძენილი შეიძლება იყოს თუ არა ტრამისგან დამოუკიდებლად დაუშვათ. აი რა მიზეზები არსებობს ამ ყველაფრის და მე მაინც აი ყველა დიაგნოზთან და დაავადებასთან მაინც მგონია ხოლმე რომ აი სადღაც გენეტიკური კოდი არსებობს ხოლმე ამ თუ იმ დაავადების, ხო? იმის გარდა რომ ეს დადასტურებულია და
ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცა მაინც გამოსჭვივის ხოლმე, რომ სადღაც რაღაცა იყო და აი ADHD-ის და მიმართებაში როგორ არის ეს ყველაფერი? ADHD ითვლებოდა დიდი ხნის განმავლობაში და ეხაც ითვლება, რომ ეს არის კონსტიტუციურს ეძახიან ესე, ანუ ადამიანი იბადება ამით და იბადება იმის გამო, რომ გენეტიკური განწყობა აქვს მას, ასეთი. ანუ მის რომელიმე მშობელს ADD ან ADHD აქვს. და როდესაც შვილი დიაგნოსტიკაზე მიყავთ, კანადაში, შეერთებულ შტატებში, ირლანდიაში, ინგლისში, პროტოკოლი მოითხოვს, რომ მშობელსაც შესთავაზონ, რომ მოდი აბა თქვენს გამოდით დიაგნოსტიკაზე და გამოვიდეს მამა დიაგნოსტიკაზე. ან მისი დაძმა. იმიტომ რომ შანსი ძალიან დიდია, რომ დაძმებშიც დედა? დედას და მამაც, კი, ორივე მშობელი. აქამდე ითვლებოდა, რომ უფრო მამისგან შეიძლება გადავიდეს შვილზე, მაგრამ ეხლა ამ ხრივად ცოტა დაობენ, ასე რომ მოდი ვიგულისხმოთ, რომ ორივე მხრიდან. ასე რომ კი, გენეტიკა ამაში მონაწილეობს აუცილებლად. და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ADHD ბავშვს დიაგნოზი დაუსვან ბავშვობაშივე. იმიტომ რომ ADHD-ის გამო მის მშობლებში არც მათი მშობლების ცხოვრება იქნებოდა ადვილი და ბავშვობა. და არც ამ ბავშვის ცხოვრება არ იქნება ადვილი, იმიტომ რომ მშობლობა არის ძალიან დიდი პასუხისგებლობა, არის ძალიან ისე დიდი ტვირთის ზიდვა, განსაკუთრებით დღევანდელ გარემოში, როდესაც ინფორმაციით დაბომბილი ხარ და როდესაც ადამიანები 2 და 3 სამსახურში მუშაობენ, ანუ ჩვეულებრივი ჩვენაირი ადამიანები, იმისთვის რომ სულ საუკეთესო შესაძლებლობები მისცენ. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მაღალი სტრესული გარემო. მაღალი სტრესული არის ბევრი ამბის გამო, იმიტომ რომ სოფლიო გადაირია, არაფერი თავის ადგილზე არ არის. აქედან გამომდინარე, ანუ არსად, ასე ვთქვათ, გასაქანი და სიმშვიდე ამ მშობლებს არ აქვს. ამიტომ წესი და რიგით, როდესაც ოჯახში არის 2, 3 ან 4 ADHD-ის მატარებელი ადამიანი, მარტივი არ უნდა იყოს მათი ცხოვრება. ამიტომ არის ძალიან ღირებული დიაგნოსტიკა. და კიდევ ერთი რამ, რომელიც გამომრჩა და მოდი ეხლა ჩავრთავ. ნახე სოფო რა ხდება. როდესაც ადამიანს აქვს ADHD, ის ადამიანი დადის სკოლაში, დადის საბავშვო ბაღში, ყავს მეგობრები, დადის სტუმრად, უბანში და ასე შემდეგ. სხვა ინსტიტუციაში ხდება. მისი ეს აშლილობა არის შესამჩნევი ხშირად. და განსაკუთრებით როდესაც სწავლას იწყებს. ანუ მაგალითად პირველ კლასში, მერე უკვე მეოთხე თუ მეხუთე კლასში, როდესაც უკვე რაღაცა გადადის შემდეგ შრეზე, შემდეგ უკვე ზევით ადის და დაუშვათ high school-ს, რასაც ეძახიან, ბოლო 3 წელს რო რთულდება უკვე პროგრამა, ძალიან შეშამჩნევია ხოლმე, რომ მათ გარკვეული უნარები სხვანაირად აქვთ მოწყობილი და ამას თვითონ ეს ბავშვიც ამჩნევს. მაგრამ ცუდი ის არის, რომ თუ კი არ გაეგება იმ ინსტიტუციას, ან თუნდაც მშობელს, მასწავლებელს, აშლილობის შესახებ რამე, ანუ შეიძლება ბევრი არა, მაგრამ ელემენტარული მაინც. ეს ბავშვი ძალიან იჩაგრება. ამიტომ ADHD ბავშვები არიან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაჩაგრული ბავშვები საკუთარ თავი მოდი ბავშვობაში. მაგალითად თქვა, აი ბავშვი რომელიც იძახის, რომ რაღაცა ვერ სწავლობ, ვერ ვითვისებ, ვერ ვკითხულობ, ვერ ვწერი, ხო? სხვადასხვა ვერსიები არსებობს ამისი, რასაც ბავშვები ამბობენ ხოლმე როგორც წესი. და ჩვენ ვეუბნებით, რომ ვაძალებთ, არ უნდა დაждდე, ეხლა უნდა იმეცადნო, ხელი გააჩერე, ის წყალი არ დალიო, დავუშვით, რომ ხშირად იბიზეზებენ ხოლმე, რომ ჭავავიდა, წყლის დალებავიდა და ასე შემდეგ. ამ ბავშვებს ვეძახით ზარმაც ბავშვებს, ხო? ანუ ზარმაც ბავშვი ზოგადად არსებობს თუ არ არსებობს, ეგ მაინტერესებს. ანუ ყველა ზარმაც ბავშვს რაღაცა კონკრეტული დიაგნოზისკენ ხომ არა აქვს მიდრეკილება. ეს სიზარმაცე ჩვენი გამოგონილია, რეალურად ადამიანს არ შეუძლია რაღაცა პრობლემების დაძლევა და რაღაცა ნიუანსების გადალახვა და უბრალოდ ჩვენ მოვიგონეთ, რომ ეს ბავშვი ზარმაცია და მარტივად, ესე ვთქვათ, ვაგვარებთ ამ თემას ჩვენ თავში, რაღაც სახელის დარქმევით დაუშვათ. ძალიან ღირებული კითხვა დაშვე ახლა სოფო, იმიტომ რომ ის არის სიზარმაცე. სიზარმაცე არის ეთიკური ტერმინი, ნორმატიული ტერმინი. ანუ ჩვენ ადამიანს ვარქმევთ ზარმაც, ისევე როგორც შეიძლება ადამიანს დავარქვათ მატყუარა, ფლიდი, ან შეიძლება დავარქვათ, არ ვიცი, უტაქტო და დაუფიქრებელი, ხო? ამიტომ ვაფასებთ ამ ადამიანს ფაქტიურად, მაგრამ ეს სამეცნიერო ტერმინი არ არის. ანუ ფსიქოლოგია სიზარმაცეს თავისთავად როგორც ფენომენს არ განიხილავს. ის შეიძლება დაშალოს სხვადასხვა კომპონენტებად, მაგრამ სიზარმაცე მისთვის არ არის, შეიძლება მეტაფორად გამოიყენო კვლევაში, მაგრამ ეს ის არ არის, რომელსაც შენ ოპერირებ. ამიტომ არა, პირაპირ გიპასუხებ, რომ ზარმაცი ბავშვი არ არსებობს, არსებობს ორი რამ. თუ კი ბავშვი სიზარმაცეს ავლენს, რასაც ჩვენ სიზარმაცეს ვარქმევთ, განსაკუთრებით სწავლასთან მიმართებაში,
აქ ორი მიმართულებით უნდა ვეძებოთ პრობლემა. პირველი არის კლინიკური მიმართულება, ანუ კარგად უნდა ვნახოთ მის თავის ტვინში რა პროცესები მიდის. რატო არ უნდა რომ მივიდეს და დაჯდეს, რატო იგონებს ყველაფერს დედამიწის ზურგზე და შეიძლება ჭურჭლის გარეცხაში მოგეხმაროს, ოღონდ კი წიგნი არ გადაშალოს, ხო? ეს პრობლემა შეიძლება მის თავის ტვინში იყოს მოთავსებული და თუ კი დოფამინი არასაკმარისია, არ მოძრაობს ისე, როგორც უნდა იმოძრაოს იმაში, რა ქვია, ქსელებში, გამოდის, რომ ამ ბავშვს აქვს შიდა პრობლემა. Okay? მაგრამ ეს პრობლემა ჩვენ არ ვიცით და ჩვენ უბრალოდ გონია ზარმაცი. მეორე პრობლემა არის შემდეგი. ბავშვი შეიძლება დიაგნოსტირებული არ იყოს ADHD-ს და ADHD-ს არ ქონდეს, თუნდაც რომ დიაგნოსტიკაზე გაიყვანო. მაგრამ ის მაინც ავლენს იმ ქცევებს, რომელსაც ჩვენ სიზარმაცეს ვეძახით. მაშინ უნდა შევიხედოთ ამ ოჯახის მოწყობაში. ანუ თუ ტელევიზორი არის ჩართული 24 საათი, თუ კი ყველა მშობელი თავისი smartphone-ით ხელში არის წარმოდგენილი და ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან. თუ კი ბავშვს არ თობენ ერთი, ანუ კონტაქტით და ალტერნატიული საქმიანობებით და თამაშობებით და გასეირნებით და ფიზიკურად რაღაცა წინააღმდეგობის შექმნით, მაგალითად, არ ვიცი, ხეზე ცოცვა, ეს უსაფრთხოდან რაღაცა სადმე გაყვანა, სადაც დიგიტალური ინსტრუმენტები არ არის, ხო? და თუ კი ბავშვის გასაჩუმებლად, ვაიმე ეხა ტვინი არ შემიჭამოს, აი ესე ფაქტიურად მიგდებული ყავთ ტელეფონთან ან iPad-თან და ნუ ის ბავშვი შიგნით რას აკეთებს ღმერთმა იცის. აი ეს არის მეორე პრობლემა. Okay, იმიტომ რომ ოჯახი უნდა მოწყობილი იყოს იმისთვის, რომ ბავშვის ტვინი იყოს სტიმულირებული. ოღონდ არა ეკრანის მიერ, არამედ მშობლების მიერ და ასევე ბავშვი ხანდახან და ძალიან კარგი იქნება, რომ დღევანდელ ბავშვი შევაჩვიოთ, რომ მოწყენილობას არ აუშავს. აი boredom-ს, რასაც ეძახიან, ხო, მობეზრებულობას, მოწყენილობას არ აუშავს. იფიქრე, დაჯექი შენთვის ჭუმა და გამოიგონებ შენს თამაშს. იმიტომ რომ ნახე, ადრე ჩვენს ბავშვობაში არ იყო ამდენი გამართობის საშუალება და ჩვენ მარტო ხშირად ვრჩებოდით ხოლმე, იმიტომ რომ ყოველთვის არ იყვნენ ბავშვები ჩვენს გვერდით. და ასე ვთქვათ, ამ მოწყენილობისგან და უბედურებისგან რაღაცებს ვიგონებდით. კი, სხვა შორის თუ ბავშვები იყვნენ, მაგ შემთხვევაშიც ყოველთვის მოგონილ თამაშებს ვთამაშობდით და ბევრად უფრო საინტერესოდ ესე ვთქვათ, ვატარებდით დროს, ვიდრე დღევანდელი ბავშვები, რომლებიც მხოლოდ ეკრანთან არიან მიჯაჭვულები. თუ გინდა დაასრულეთ და დავასრულებ და ამიტომ შენს კითხვაზე პასუხს მოკლედ ჩამოვაყალიბებ, ანუ გავუკეთოთ, ხო, თავმოკრება ცოტა რომ არა, სიზარმაცე როგორც ფენომენი არ არსებობს. ერთი აუცილებლად თუ კი სიზარმაცის მაგვარი სიმპტომები ბავშვს აქვს, სკოლაში ვერ სწავლობს, უნდა შევამოწმოთ რატო. იქ შეიძლება იყოს დისლექსია, იქ შეიძლება იყოს დისკალკულია, იქ შეიძლება იყოს ADHD, შეიძლება იყოს აუტიზმი, შეიძლება იყოს რაღაცა ტიპის ჩამორჩენა, რომელიც შეუმჩნეველია მშობლისთვის და მასწავლებლისთვის, შეუიარაღებელი თვალით, მაგრამ ამ ბავშვისთვის არის ძალიან დიდი გამოცდა. ეს ერთი. და მეორე, საკუთარ ოჯახში უნდა კარგად შევიხედოთ და საკუთარ თავს კარგად შევხედოთ. ჩვენ ხო არ ვართ ის ადამიანები, რომელსაც საუბარს, ინტერაქციას, რაღაცა ცოტა ბუნებაში გასვლას, ან გარეთ გასვლას და ფიზიკურ აქტივობას გვირჩევნია, რომ ჩვენს ტელეფონებში ვიყოთ ჩამსხდარი და შვილი ამის კოპირებას ხო არ აკეთებს. ან მეორე, ჩვენ ხო არ ვიშორებთ მასთან ურთიერთობისგან თავს და აქედან გამომდინარე იმისთვის, რომ არ შეგვაწუხობს, ესეთვე მისთვის გამრთულ საშუალებას ვაძლევთ, რითაც ვაზარმაცებთ.